გამარჯობათ. ბარბარობა და გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ლობიანი. ლობიანი არის ბევრნაირი. მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი სახეობის ლობიანი გავაკეთოთ. ამისთვის დავჭირდება ლობიო. სასრული იყოს თეთრი, ანჭრელი, გურული ლობიო, იმიტომ რომ გურული ლობიო არის ყველაზე მაგარი ლობიო. მაგაზე ვინც გინდათ შემედავეთ რა. ყველაზე გემრიელი ლობიოა, რა ვიცი, საქართველოს როგორც ვიცი. ცომი რომელიც ვიყიდე, ცომთან ცოტა ისე უკაცრავათავარ. აიღებთ ლობიოს და მოხარშავთ, მერე დაჭყლიტავთ და ხავს მოსუსხავთ. ეხლა აღარ მინდოდა მეჩვენებინე ხალხის მოსუსხვა და მთელი ამბავი. ხავს მოსუსხავთ ნიშნავს, რომ ტაფაზე დაყრით, ცოტა ზეც გაუკეთებთ და რომ მოისუსხება ლობიოში აურეთ. დააყრით მარილს და ამას მეტი არაფერი არ უნდა რა. არ ეხლა ზოგ-ზოგი კი ეძახის რომ არიქა ისაო რა ქვია რაღაცა იმებს უღრებენში კიდე რა და არაფერი შერევა არ უნდა რა ცხოსუნელი და რაღაცები არ უნდა. უბრალოდ უნდა აი ესეთი ლობიო რა აი ეს. ლობიო თხელი არ უნდა იყოს, სქელი უნდა იყოს. ეხლა მე რო თქვა რომ ძალიან მაგარი მელობიება მეთქი მოგატყვევთ. მოგეთ აი ესე და მე ვაკეთებთ აი ბატონმა ვანო მანიშა და იღებთ კარაქს ზოგი ამას არ აკეთებს რა. ანუ ეხლა იქ რო სალობიებში და მაღაზიებში რო ყიდულობთ იქ ესე კარაქს ალბათ არ ადებენ რა. თუ ვინმე დებთ მომიტევეთ. ლობიოს გამკეთებლება და ვაკეთებ აი ესეთ რაღაცას. უყურეთ ბატონო დავით. ისმე. ლობიანი გიჭამია.